იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აუ ბიჭო, რავი, მაგრამ დარწმუნებულიო, კარგი არაფერი არ იქნება. ცოტა გაბრაზებული ჩანდა ჩატში, აუ ეხა შენ ნახე ის წინათვეების ხარშაღის ისე თუ მოგთხოვი ხა. აუ გერმა გონზადებული ზო წინა. აუ თან ამხელა თათფილები იცავან ეხა რომ დაიწყოს ეს სამისა. გამარჯობა ბატონო ვასო. როგორ ხარ? კარგად თავად. რა ვიცი, ნერვები მაქვს მოშლილი, რაღაცები არ ჯდება ბუღალტერიაში და არასათვალია ყველაფერი და მანახი. აი ეს წინათვეების ხარჯი და ღრიცხვა არის. ესე დღეს გვაქვს უნიშნულოვანი სათვირი რა. რავი, სახში დარეკეთ უთხარით რომ გვიანობად ვერ მიხვალთ. გვაქვს რეკويები და რაღაცები არ დაიწყონ რა. კი ბატონო, გავარკვევთ. და კონცენტრაცია გააკეთეთ იმაზე რომ რაღაცა ისე გავაკეთოთ სად გაგვეპა რა ლაფსუსი სად არის რომ ეს ვიპოვოთ. გასაგებია ხო? კი ბატონო, გასაგებია სულ გამოვიდა. და მომავალი 3 თვის გეგმაც გავწეროთ. მარტი აპრილი მაისი. ტელეფონი გამორთეთ. ბოდიში ტელეფონი მირეკავს. ხო? სად ხარ? სამსახურში ვარ, სად ვიქნები კაცო? მე რო გირეკავ რატო არ პასუხობ? სამსახურში ვარ ეხლა და რა ვერ გავიგე. ხო, მაგრამ რო დაგირეკე რატო არ მიპასუხე ეგრევე? მე ხელში არ მეჭირა ტელეფონი ბოდიში და ეხლა ხელში არ მეჭირა ტელეფონი და ვერ გიპასუხე ეგრევე. აბა რა გეჭირა ხელში? ხელში რა გეჭირა ვასო? თათია რა გინდა? რა გინდა? სამსახურში ვარ და თათმირი მეწყება უნიშნულოვანესი რა გინდა ეხლა? აი მეორე გინდა მომიშალო. წუხდებით? ანუ ხო არ გაწუხებ? მოგ შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ვასო, სად ხარ? სამსახურში ვარ, სამსახურის ხმა რატო არ ისმის თუ სამსახურში ხარ? სამსახურში ხარ, ქარხანაში არა ვარ, მე აქ ჩარხების ხმა რო ისმოდეს და ამობეჭდე პრინტერზე რაღაც ერთი ან ხო, მაგრამ რაღაცა სამსახურის ხმა რა უნდა ისმოდეს, ვასო? ფურცლების ხმა ხო არის? ხო, აი. კაი, წავედი ახლა, всё. აი, ხო. ვინ არის ეს? ვინ არის ეს ჭვიანი თო? ესმის თქვენი. რა მითხარი? ესმის თქვენი ბატონო. არ გესმის. არ გესმის. არ იცი შენ ეს ვინ არის? ხო, დიახ, გავაგზავნოთ ხო ბატონო. გავაგზავნოთ. აბა, კი, აი არ გამოგვეპაროს რა. ხო, შემდეგი 3 თვის. ხო, ბოდიში თქვენი ტელეფონი. გისმე რა გინდა? ალო, ხო, გისმე რა გინდა? სად ხარ? სად ვიქნები? სამსახურში ვარ, კაცო. სამსახურში ვარ, სად ვიქნები? ლაპარაკობ, მაცადებ, ლაპარაკობ. ვასო, ვინაა მან? ვინ არის გოგო? მან ვინ ლაპარაკობს? ვინ ლაპარაკობს? ლაპარაკობ მეთქი, ჩემწოლს ველაპარაკები ჩემწოლს. ვინ შეცოლს ელაპარაკები? შენ გელაპარაკები გოგო, შენ. მე ვარ შენი ცოლი. მე მელაპარაკები. ხო, შენ გელაპარაკები. სხვაზე თქვი ახლა შენ. არა გოგო, რა სხვაზე თქვი? მოიცა, ვის ცოლს ელაპარაკები? რაღაცა წამოგწდა ვასო. არაფერი არ წამოვსა და დამიდეკე შენ და გელაპარაკები მე. შენ გელაპარაკები, შენ ჭობეძაღლო, მაცადი ნერვები გიზ მოშლი, რაღაც არიზება ბიუჯეტი. ხო, მე ვარ შენი ცოლი და მე უნდა მელაპარაკო მარტო, რომ მიყვარხარ მაგიტო ვარ ესე. კაი, მომისმინე რომ წამოხვალ პური წამოიღე რა. წამოვიღე პურს, გეხვეწები, აღარ დამიდეკო. მოიცადე? რა ხმა არის მანდ? რა ხმა არის, რა ხმა უნდა იყოს? ხო, კაი. კაი ვასო, კაი მიდი. ბოდიში რა. არა უშავს ესმის ბატონო. არ გესმის ხო გითხარი ერთხელ. არ გესმის შენ. ამისი არ გესმის. დიახ, გეგმას გვეუბნებოდი შემდეგი 3 თვის ბიუჯეტი. აი შესყიდვებზე მაინტერესებს. შესყიდვების ის აქ არის ანგარიში. ნახე თუ არა ამას შევადაროთ მე. ნახე და ფოტოშორის წინა შესყიდვების ფურცელი საწაიღეს. მიდეკავს და. კარგი. ალო. ხო, გისმენ. ვასო, მე სამეზდარზე რატომ პასუხობ? ხო შეგიძლია რო გირეკავ ეგრევე რომ მიპასუხო. რა გინდა გოგო ნერვებს ატომიში რა გინდა ეხლა ორ პირველ ზარზე ვერ გიპასუხე და გიპასუხე მესამეზე რა გინდა ეხლა ვერ გავიგე რატო ვერ მიპასუხებ? ხელი ხო არ გეშლება? ანუ უკაცრავად ხელს ხო არ გიშლი მართლა? ხო არ გავქრე შენი ცხოვრებიდან საერთოდ შენ გეკითხები? კარგი ხარ რეებს გეხოცები თათია რა ნერვები მაგისაც მოშლილი რა ძალიან გთხოვ რა მნიშვნელოვანი თათბირი მაგ და ძალიან გთხოვ ცოტა მოტოკე ნერვები რა კონცენტრაცია მჭირდება რა მაცალე რა ვა დაესწარი თუ გინდა მოდი და დაესწარი თუ ეს ეჭვიანო მოდი და ნახე ჩემი თანამშრომლები მოდი ეხლა გაიმეორე რა თქვი? ეხლა გაიმეორე რა თქვი? მოდი და დაესწარი ეჭვიანი ხარ მე რა ანუ მოდი და დაესწარიო მე მეუბნები? ანუ მაგით იმის თქმა გინდა რომ ეჭვიანი ვარ და ანუ ეჭვიანი ცოლი ყავს და მათ ყველას ეუბნები რომ მე ვაპათოლოგებ ხო? ანუ ესე ყოველგვარი მიზეზის გარეშე მე ეჭვიანი ვარ და უნდა მოვიდე და უნდა დავესწრო ხო? გეკითხები რატო ლაპარაკობ? საიდან მოიდი უხვირი ჯერ ესეთი ეს თემა საქვია ვასო მე ეჭვიანი ვარ? არა ხარ ეჭვიანი საიდან რატო იძახი მათ რომ მე ეჭვიანი ვარ? კაი გეხვეწები ხარ არა მაქვს შენი ნერვები თავი ამანები რა აბა ვისი ნერვები გაქვს? ვასო მითხარი სახელი ვისი ნერვები გაქვს? კარგად იღავი შო გავთიშე ვა
მესმის. არ გესმის, არა! არ გესმის! ხარს დაგრიცხა. ისა. ბიუჯეტი შემდეგი 3 თვის ბატონო. ბიუჯეტი შემდეგი 3 თვეები გამახსენე ბიჭო. მარტი, აპრილი, მაისი. მარტი, აპრილი, მაისი. კი, მაგ 3 თვის. არა, მაგ 3 თვის ისა გვაქვს გასაწერი ბიუჯეტი, რომ რამდენი იქნება, რა იქნება, რა არის წინათვიდან დარჩენილი აი შეადარეთ და კი მომზადებული ყველაფერი. რა თული ის არის რა. ხო რა, ეს შეხა შენ შეადგინე მე იმის ისმენ. კამერა ჩართე. თათფირზე ვარ და არის უხერხული ხარ კამერა ჩავთო. ბასო მომისმინე ახლა უხერხული ის არის, სადაც ახლა გდიხარ და გრიალებ. კამერა ჩართე დროზე. რა გინდა ადამიანო, რა გინდა? ვაიმე. სად გრიალებ? სამსახურში ვარ, გოგო, სად გრიალებ? აი ნახე ყველა. სამსახურში ვარ, ლეპტოპთან. მომისმინე ერთი წუთი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი, ანუ სასტუმროს ნომერში მუშაობ, ხო? სასტუმროს ნომერში და მანდ გაქვს თათბირი. ყველაფერი გავიგე. მოიწვე, ხო? ორგია, ვაჟი ბატონო, ჯერ მოეკრიე სახში. დაამთავრე, ხა ესა დაამთავრე ეს ჭვიანობა? დაამთავრე. გითხარი თანამშრომლებთან ვარ და თათბირი მაქვს მეთქი. მეტი როგორ აგიხსნა კაცო? მაგ ვისი ხმაა? ვისი ხმა არის და ხუსკის ხმა არის? თანამშრომელია ჩემი. დამალაპარაკე, შეაბრუნე კამერა და დამალაპარაკე დროზე. დამალაპარაკე. დაილაპარაკე თუ ძმა ამის ნერვები მე არა მაქვს რა დაილაპარაკე. კამერა ჩაის. გამარჯობათ ქალბატონო თათია. გამარჯობა? როგორ გძანდებთ? მოიც ერთ წუთი, თქვენ რა კაცი ხარ? კაცი ვარ. არა, რაღაცა არ მგონია, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხართ კაცის ყვალობაზე. რაღაცნაირად ლამაზი თვალები გაქვთ და დიდი შუბლი და ლამაზი ღიმილი. მაგ დეგენერატს მეტი კი არ უნდა. კაცი ხალი არ აინტერესებს მაგას, ყველა ერთია. გარყვნილი, ცხოველი. დაგიჭირე თუ არა? მესმის თქვენი ქალბატონო თათია, მესმის. გესმის ხო ეხლა ხო გესმის? გემუგე ხო გესმის ხო? არა, არაფერი არ გესმით თქვენ, მიაბრუნე ჩემი ქმრისკენ კამერა. რა გინდა გოგო დამანებე თავი ადამიანი არა ხარ? ადამიანი არა ხარ დამანებე თავი, ცოტა ხანი ხო შეიძლება დამანებო თავი არა? შემეშვი რა. ვა! შეჭამა რა ტვინი რა. გამოვთავ ტელეფონს, რატო გამორთე? ჩართულია რეკავს, კარგია. არა, ჯობია ჩართული იყოს მესმის თქვენი. აი, გავაგზავნოთ ხო, ბატონო, რო გითხრათ, რომ ანუ რა სიმართლე გამარჯობა. ნინი გამარჯობა, მოდი. ანეთ როგორც გიყვართ? მადლობა, ერთი შაქრით ხო? კი. აი ხარი, მადლობა. ესე იგი, ყველაფერი ამოვეჭდე, გადავაგზავნე ყველაფერი. უბრალოდ დღეს ცოტა დამაგვიანდა, შილაკზე ვიყავი ჩაწერილი თმა, დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ცოტა დამაგვიანდა დღეს. არა უშავს. ხარ და რეკავდეს? ოღონდ ხარ და რეკოს და რა თუ გინდა მეხი და მეცეს. ხო რა იყო? მიატრიალე კამერა და მაჩვენე. რა გაჩვენო რა? კამერა მიატრიალე. წეგა ხო მივატრიალე კამერა, ხო გითხარი, ხო მივატრიალე წეგა კამერა. კამერა მიატრიალე და მაჩვენე. მანდ ვინ არის? აბატონო ხუსკი. გამარჯობა. წეღა რო გესაუბრეთ ქალბატონო თათია. გამარჯობა. გვერდზე ვინ უზის? ბუღალტერია. გამარჯობა, ბუღალტერი ვარ, მე გიორგი მქვია. და მარკეტინგი. წინ მიაბრუნე ახლა კამერა, მარკეტინგი იყო ის. შენ პირდაპირ მიაბრუნე. და გააჩვენე ბუღალტერია და მარკეტინგი. ვაიმე, შე დეგენერატო, მარკეტინგს მოგცემ, შე გათახსირებულო ქაროშე არა. ვიცი მე თქვენი მარკეტინგი, ვინ არის? მიაბრუნე და გააჩერე, დამანახე კარგად. დამელაპარაკე გოგონა. გამარჯობა. რა გინდა მანდ? გაგა მარკეტინგებ შენ. აბა ეხლა მოუსვი მაქედან. ბასო მოეთრები სახში და მოკლა ვიცოდე. კაი, კარგად იყავი რა გიხოცე. კარგად იშო. მეტის მეტი აქვს, კარგად იყავი. ბოდიში რა ნინი მემაპატიე რა ვიცი ეს. რა ტოქსიკოზი აქვს თუ რაღაცა ეხა რა ვიცი და მაგის მერე სულ ეს რაღაცებს მემაპატიე რა ნინი რა. კარგით გავაგზავნე. ხოდა შორის ყავა კარგია. კი რეკავი. გაცრავად. ალო. შე დეგენერატო, ალო კი არა, შენ რა გეგონა რომ ეხლა ვერ გიპოვიდი, შე არა შენ, ჰა? შეგონია ვერ გიპოვიდი, შენ გაგა მარკეტინებ მე ეხლა, თუ მოგივარდი მანდ ოფისში. აი ისა. მოეცი. ვინის ტელეფონზე დარეკა. ბოდიში ბატონოს. აა ბოდიში ვერ გავიგე, გითხარი ტელეფონი გამორთებედი ხო დათბირზე ხო? გითხარი ხო? არ ვიცი, ბოდიში ბატონოს აი ეს ერთი უპასუხებ და. დიახ, გისმენთ?
შენს გვერდით რომ მარკეტინგი ზის, მაგისკენ მიატრიალე კამერა და თმაზე მოკაჩე მაგრად. აი, შეგათახსირებულო ქალოშე. შენ გირჩენია რომ არსად არ გადამემა. წინ არ დამიდგე იცო და გაგლიჯავ შუაზე. გაიგე? გაიგე? კი, გავიგე, კი. გაეთრი ახლა მაქედან დროზე. ეხლა ჩემ ქმარს მიეცი ტელეფონი. ისა, ბატონო ვასო, თქვენთან უნდა საუბარი. თქვენი მეუღლიათ ჩემ ტელეფონს. აქ ჩემ შედაგირე. შენ გოგო ნორმალური ხარ? ბასო. ნორმალური ხარ შესაერთო? არა ბიჭო, მომისმინე ერთი წუთით. ვინ არის ეგ ბიჭი? ანუ მოძალადი აშკარად, იმიტომ რომ ქალს წუნათ მაშინდა. როგორ შეიძლება ეგრე? სად მუშაობ? არა კაცო, ჩვენი ბუღალტერია, ჩვენი კაცო, გოცი კაი ბიჭა რა და რატო ურეკავ ამას ამიხსენი ადამიანი? რატო რეკავ ამასთან? ხო ყველასთან ხო დარეკე, რა გინდა თათბირზე ვარ და შეიგნე, შეუშვი მაგ თავში რა. წუხდები? გავქრე შენი ცხოვრებიდან? ხო ნახევარი საათით გაქრი რომ ფინანსური საკითხები გავიარო. ნახევარი საათი. სულ ხო არ გეუბნები? ნახევარი საათით გაქრი. ვინ იყო ეგ გოგო? მარკეტინგი ამეთი ხო გითხარი? ვაიმე, შენ გაგა მარკეტინგებ ვასო რა. ეგრე ყავდა ზუსტად ჩემი დაქალის ქმას ტელეფონში ნომრები, კაფელში კი გიზო, მალიარკა გენადი, ციკლოვკა ემზარი და გაიშიფრა მე რომ ბოზები ყავდნენ სულ. შენ ვისატყუე ბიჭო? გოგო, მარკეტინგი ნინია, რა გინდა, მეტი რა საბუთს ამობერდა და მოგიტან თუ გინდა, რა გინდა. ავატყოფი ხარ, ვინახა, რა გინდა გოგო? ასო მომისმინე, გადაცმულები არიან ეგენი, თორე ისი არიან ბოზები. გამანებე გოგო, თავი ვინახა, ხო შეიძლება რომ თათბირი ჩამატარებე, გადი ეხლა ერე. არ გათიშო. წადი გათიშე, წადი საერთოდ. ვა, გამანებე თავი ბიჭო, ვინ არის ესა? ვა, ესმის. არა მიშალა ნერვები ბიჭო, გამაგლი ნერვები, ვინ არის ესა თო? ესმის ბატონო. ვიდი შეგიდე რა. ვა, აღარ შემიძლია თუ. ვისია ეს ტელეფონი? ჩემია. ტელეფონი არ დამანახოთ, მომაჭორეთ აქ ყველა ტელეფონი. გავთიშოთ მაშინ ყველამ ტელეფონები და აღარ დარეკავს ხო ბატონო ვასო, აბა რა. ათიშეთ ხო, ყველამ გამორთე ტელეფონები, ვინი? მარკეტინგი გათიშე ტელეფონი. აჰა. აი, გადახედეთ, აბა ეხლა. მეც უგავთიშე. კაი გავაზრე. აღარ შემიძლია. რომელი თვეებია ბიჭო? მარტი, აპრილი, მაისი. მარტი, აპრილი, მაისი. კი, ეგ 3 თვის ისა გვაქვს გასაწევი. დიახ, ხალბატონო, ბატონი ვასოს ოთახში ვარ. დიახ, კაბინეტში, დიახ. მარტი, აპრილი, მაისი. კამერა მიატრიალე ჩემი ქმრისკენ. მარტი, აპრილი. ბატონო ვასო, აი. ეხლა მიდიდე რაც გითხარი გააკეთე. რა გინდა გოგო, შენ ნორმალური ხარ საერთოდ, სადრეკა, ვინ ახარ? ნორმალური ხარ შენ საერთოდ? ანუ რაც მითხარით ხო, ხალბატონო? გააკეთე რაც გითხარი. პოღალატე ხარ შენ, აძირალა შენ. შენ ბიჭო, ხო არ უბერე. უფრო მეტად. ხელი ვის დაარტყა? არა, ბატონო ვასო, თვითონ მოეტრია ხელი. მე რა ჯოშო, მეუღლე, ხალბატონო. გამოეტრია ხელი ვის დაარტყა? ბიჭო, შენ რამე ხო არ გეშლება? ბატონო ვასო, როგორ მესმის თქვენი? ეს მოდი აქეთ. შენ მოდი აქ. ჩემი თუ გესმის. მალქა მესმის. მოდი აქ, შენ ჩემი თუ გესმის. შენ გიჩვენებ. აი. წავიდე. ყავა. ისა შენ მარტი, აპრილი, მაისი რასაკეთებ? შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო? წამოგინდა ყავა დავდოთ. მე ცოლი არ ამყავს, არავინ არ იჩვენებს შენ. ხამო, აბა იქ გავიდეთ კაფეტერიაში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.